რა შედეგს მოუტანს ახალი ხელშეკრულება მთის კურორტებზე ზოგადად როგორ ემზადებიან მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ზამთრის სეზონისთვის. ამ თემებზე ახლა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან ბატონ თამაზ გამცემლიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონ თამაზ, მოგესალმებით და მადლობა ბიზნეს პარტნიორთან თანამშრომლობისთვის. მოგესალმებით და მივესალმები ბიზნეს პარტნიორის მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყოთ მემორანდუმით, რომელიც TBC ბანკთან გააფორმებს. გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებს ელოდებით ამ ხელშეკრულებით, ეს თანამშრომლობა რას მოუტანს მთის კურორტებს? მოგეხსენებათ, TBC-სთან ჩვენ მქონდა აქამდეც საკმაოდ წარმატებული გამოცდილება. უბრალოდ ახლა მოახერხეთ ის, რომ ჩვენ გავაფორმეთ რამოდენიმე წლიანი ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგცემს უფრო გრძელვადიანი პროექტები დავგეგმოთ და შემდეგ განვახორციელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპელი ტურისტი და უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ცდილობენ, რომ შვებულება დასვენების პერიოდი რამოდენიმე თვით ადრე დაიგეგმოს და ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენ ამის საშუალება მაქსიმალურად გავუფართოვოთ და გავუხსნათ. ეს იგულისხმება ონლაინ ყიდვა, თქვათ, სასრიალო აბონემენტის, ონლაინ გაცნობა ყველა კურორტის. ძალიან ბევრი სხვადასხვა პლატფორმა გვინდა რომ შევქმნათ იმისთვის, რომ ძალიან ადვილი იყოს ჩვენთან კომუნიკაცია ნებისმიერ ტურისტისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ერთად ვეცდებით აღმოფხრათ ისეთი წერტილოვანი პრობლემები, რაც ჩვენ კურორტებზე გამოვლინდა ამ წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ ზრდა გვაქვს ძალიან დიდი და ამ ზრდას მოსდევს გარკვეული პრობლემები და აი თქვათ ეს კერები რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩავაქროთ. აი ძირითადად ეს გასაგებია გადავიდეთ. ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება. რომელ კურორტზე როგორი ინფრასტრუქტურა, რა სიახლეებით ხვდებით ზამთრის ტურისტულ სეზონს და სად ელოდებით ყველაზე მეტ ტურისტ წელს? მცირე სიახლეები, ასე ვთქვათ, ყველა კურორტზე გვაქვს, ყველგან გვაქვს რაღაცა სიახლე, განსაკუთრებით ეფექტური პროექტი გვაქვს გუდაურში ამ ეტაპზე საზღვაო უსაფრთხოების სისტემები, რომელიც გულისხმობს ადრეულ ეტაპზე ზღვის მოწყვეტას და სასრიალო კობის ხეობაში მონტაჟდება ეს სასრიალო არეალების დაცვას, საბაგირო სისტემების დაცვას და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაცვას. ძალიან საინტერესო 21 მილიონიანი პროექტია, რომელიც პროსტობჭოთა სივრცეში პირველად ხორციელდება. ძალიან მრავალმხრივი პროექტი არის. ძალიან ბევრი სპეციალისტი არის სხვადასხვა სფეროდან ჩართული და დაიწყება უკვე დაწყებულია და 2020 წელს დასრულდება ეს სრულად. ოღონდ შემდეგ მართვაში რამოდენიმე წელიწადი კიდევ უცხოელებთან ერთად გავაგრძელებთ მის მართვას. ეს ძირითადად ეხება უსაფრთხოებას გუდაურისას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კობის პროექტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ძალიან ბევრი ტურისტი ყავს და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს მათი უსაფრთხოება დაცული. რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანში 3 ახალი საბაგიროთი დავიწყეთ, რომელიც წელს ზამთარში დასრულდება. ბაკურიანს დაემატება სასრიალო არეალები, მოგეხსენებათ ბოლო წლებში იყო პრობლემები რიგ საბაგიროებზე, რიგებთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა მოყვა ტურისტების ძალიან დიდ ზრდას. იყო გადაადგილებასთან დაკავშირებით ჩვენ შარშან გვახსოვს, რომ ხშირად იყო საცობები ბაკურიანის ტერიტორიაზე. წელს იცით რა, ეს არის კომპლექსური პრობლემა, ეს არ არის მარტო ჩვენი კომპანიის, აქ ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა არის ჩართული, ყველა ერთად მუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. აქაც რამოდენიმე წელიწადი, თუმცა დაწყებულია ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა ახლა ახალი გზა, შემოვლითი გზა, რომელიც უკვე გახსნილია, ახლა დაწყებული არის პროექტირება და ცოტა ხანში დაიწყება დიდი პარკინგის მშენებლობა ბაკურიანში და საბოლოოდ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ბაკურიანი მაქსიმალურად კერძო ავტოტრანსპორტისგან იქნება განტვირთული გადავალს ძირითადად საფეხმავლო ბილიკებზე და მუნიციპალურ ტრანსპორტზე. რაც შეეხება საბაგიროებზე რიგებს, ეს 3 ახალი საბაგირო, იმიტომ არის ყველაზე სასიხარულო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურასთან ერთად ეს იყო ის ინფრასტრუქტურა, რაც სასიცოცხლოდ ჭირდებოდა ბაკურიანის განვითარებას და უკვე რამოდენიმე თვეში ეს ინფრასტრუქტურა უკვე მოემსახურება დამსვენებელს ბაკურიანისას. მოემატება როგორც სასრიალო სივრცეები, ისე საბაგიროების გამტარუნარიანობა. ეხლა ვიწყებთ პროექტირებას და უნდა გაკეთდეს წყლის ხელოვნური რეზერვული
რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის, რომელიც საკმაოდ დიდ არეალებს მოიცავს და დღევანდელ კურორტებზე ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური გათოვლიანების სისტემების არსებობა. ასევე მინდა უკვე დამონტაჟდა 10 ახალი გონდოლა დიდველის გონდოლის საბაგიროზე, რაც დაახლოებით 400 ადამიანით საათში გაზრდის წარმადობას და მგონია, რომ რიგების პრობლემა დიდწილად უნდა მოგვარდეს ამ ჩარევების შედეგად. ისე სასიხარულოა რიგი, იმიტომ რომ რიგი ნიშნავს იმას, რომ კურორტი ცოცხლდება და ყოველ წელიწადს უფრო მეტ ტურისტს მასპინძლობს. ბატონო თაცო, სასტუმროების ნაწილი უკვე ჩივის, რომ საკმარისი ჯავშნები არ არის. თქვენ კომპანიას რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად დატვირთულია კურორტების სასტუმრო ჯავშნები, რამდენად ბევრია და როდიდან დაიწყება? მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია, რომ სასტუმროები ჩივიან, ვიცი პირიქით, რომ ჯავშნები ძალიან ბევრია. ელემენტარულად სტატისტიკას რო გადავხედოთ, ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გვაქვს ძალიან დიდი ზრდა. არ გქონია 5%-ზე ნაკლები ზრდა და ეს პროცენტი ასულა 30-35%-მდე. ეხლა მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო წლევანდელი ზაფხული კობის, სადაც რამოდენიმე ასეული პროცენტის ზრდა გქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა კობის საბაგიროზე ზაფხულის ტურისტების ოდენობამ. მოგეხსენებათ, კობმა დააკავშირა გუდაურის და ყაზბეგის ხეობები ერთმანეთს და არ ველოდით, არანაირი პროგნოზებით არ ველოდებოდით ამ ხელა ზრდას ტურისტული ნაკადებისა და გასაგებია და ანუ ტურისტების ნაკლებობას წელს არ ელოდებით. არ ველოდებით ნამდვილად ახლა. სეზონი როდის გაიხსნება და მოკლედ მინდა კითხოთ ასევე 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის როგორ მიდის მზადება? სეზონი ძირითადად ამ ეტაპზე მაინც თოვლზე ვართ დამოკიდებული და სანამ არ მოვა ხარისხიანი თოვლი ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რომ მანამდე გაიხსნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინფრასტრუქტურით მზად ვართ იმისთვის, რომ თუნდაც დღესვე გავხსნათ სეზონი, თამაში არანაირი პრობლემა არ არის. ერთს დავამატებდი, ჩვენ წელს პირველად გავაკეთეთ ადრეული გაყიდვების სასრიალო აბონემენტების, რომელმაც ასევე ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მარტივად რო ვთქვა, შარშა მთელი სეზონის განმავლობაში რაც გაიყიდა სასრიალო სეზონური აბონემენტი, ის პრაქტიკულად ის ციფრი უკვე გაყიდული გვაქვს მნიშვნელოვანი ფასტაკლებით, სადაც 25%-იანი ფასტაკლება ვრცელდებოდა ამ ეტაპზე, ეხლაც გრძელდება შედარებით ნაკლები ფასტაკლებით, სეზონიდან უკვე დაუბრუნდება უკვე ჩემპიონატს რაც შეეხება, ყველა ეტაპი იმ დაგეგმილი სამუშაოებისა მიმდინარეობს წარმატებით, ძალიან ბევრი ტესტ შეჯიბრი ჩავატარეთ აქამდეც, წელსაც გვექნება 2 ტესტ შეჯიბრი გუდაურში, რასაც ესწრება მთელი მსოფლიოს დელეგაციების სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვის ვიღებთ ხოლმე ძირითადად ძალიან კარგ შეფასებებს და იმედი გვაქვს, რომ ასე კარგად მივალთ 2023 წლამდე, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება საქართველოსთვის და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისთვის. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. ბიზნეს პარტნიორის შეკითხვებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თაზო გამცემლიძე პასუხობდა.